ამ შეკრებაზე ხოც უღლუტობენ ეს ფეხბურთელები თუ არა? მაგ როგორ არის თქვენ დროს ეს უნდა დაანახო ყველაფერი უნდა ჩადო ვარჯიშე უბრალოდ აგინახოს რომ შენ მე გენდოს და დაგაკენოს ზირთა შემოგვი ახლა მე დარწმუნებული ვარ იქ 22-25 კაცი რომ არის რა ყველა ფიქრობს 11 კაცი მოხდეს არა ეგ მოედანზე გასაგებია იქ იმაში რა ქვია სასტუმროში რო ხარ იქ რა ხდება გაპარვა სასტუმროდან და შანსი არ არის თუ პროფესიონალები არიან და ეგ მაგას ვერც გაიფიქრებ რომ თქვენ დროს ჩვენ და ჩაგატილი იყავი რა მაგას ვერც გაბედავ და ვერც გაიფიქრებ რომ სადაც ასულიყავი ზღორებიდან აი ხოთაშორისებოდა არა ვედრაცა არა შანსი არისო ვერ იპარებო არ კი არა ვერ მაგაც არც მოგივიდოდა თავში რა მართლა აი ხოთაშორის ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი შეეწირა მაგ გაპარვას გაიპარნა დათმენ ნაკაცმა წინამსწრობ ევროპაზე მეოთხედფინალში გაიყვანა ნაკრები ეხლა ფინალურ ეტაპზე გაიყვანა და ბოლო თამაშის წინ სამი ფეხბურთელი გაიპარა თამაშის წინააღმდეგ იქ სპორტსმენი არ აღარ ამხელა ჩემპიონატზე ემზადები და იქ რეჟიმი რო დაარღვი ეგ უკვე ეხა მაგას ვერ დავიჯერებ რომ ყველა სპორტსმენი იყო გინდა იმ საბჭოთა კავშირში და გინდა ჩვენც ხონდა ესა იყო მაგრამ ვიცოდით რატოს დაგვირგვია რეჟიმი რა რაღაც ჩვენ მე არ ვიტყვი რომ ჩვენ რეჟიმს არ ვარღვევთ თუ რა მაგას არ ვიტყვი თო ყველა სპორტსმენი არის ადამიანი რა ხო და არის მომენტი როდესაც ემზადები და დიდ საქმის ემზადები იქ ყველაფერი უნდა გადატვა რა მარტო უნდა იფიქრო ფეხბურთზე და უნდა იფიქრო რომ მოემზადო მაგრამ ითამაშო ევროპის ჩემპიონატზე და აქ უკვე გამორიცხულია რეჟიმის დარღვევა რეჟიმის დარღვევა არა, მაგრამ რამას შენგელიას აქვს მაგარი რაღაცა მოყოლილი. ესპანეთში რო ვიყავით, პლეაჟის გადავყურებდითო პირდაპირო და გავრილოვს ქონდა ტრავმა მანამდე სანამ პირველ თამაშამდე და ეს პლაჟს რო გადავყურებდით, რა თქმა უნდა, იქ არანორმალური გოგონების სილამაზე და რაღაცა და წვრთნელთან ჩამოსულა და უთქვია. აღარ შემიძლია ვაკედან გადავიხედები და აი ესეთ მაგარი პეიზაჟია და ამათ უყურებო შევალ ოთახში და შიშველი გავრილოვი წერს. ეგ ვინ თქვა? რამას შენგელია. აი სორი იუმორი. იუმორია. არა შეულები. ბატონთეგის 86 წლის მსოფლიოზე არიყავით. კი. აქ გაზეთში ამბობთ რომ მალაფეებთან ჰქონდათ იქამდე ერთი კონფლიქტი მე რამოდენიმე წვრილი გამოვიცვალე საბჭოთა ნაკრებში და ერთ-ერთი წვრილი იყო მალაფე რომელსაც ცუდი ურთიერთობა არ ჰქონდა მალამდე მაგრამ ერთი თამაში რომელიც თამაში დანიაში ვითამაშე ჩვენ საბჭოთა ნაკრებმა და წავაგეთ 4-2 ელკე არსებდა ესე იგი სიმართლე რო ვთქვი სიმართლე შევეწირე მე ნაკრებში პერსონალურად არ დაუვალებია მალაფებს არ დაუვალებია და დამაბრალა რომ პერსონალურად დავალე და ვერ შეასრულა დავალებაო და ეს თვილი იყო და სიმართლე რო ვთქვი ამ სიმართლემ დაუყვა ჩემს სიმართლემ მართალია რომ ელკე არის და ლარსენი ორი კაცი ეგონა კი იყო ეგეთი არც იცოდა რა საერთოდ არც უთქვია თორე მე როდესაც მეუნები რომ ეს აიყვანეო მე არ გამიჭირდებოდა რა მე მახსოვს პერსონალურად არ მიჭირდა ხო მაგრამ მაინც გავიდა ნაკრებიდან არ კი გავიდა მაგრამ ეგ გავიდა ნაკრები გავიდა მაგრამ ორი კაცი მაგრამ ისე იგი ისიც დარჩა მალაფებიც ვერ წამოვიდა იმიტომ ევროპის ჩემპიონატზე სოფლიოში ერთი თვითად იგზავნება განაცხადები და მაგის დარჩა და მეც დარჩი და აი რა მოხდა მან ისე ჩანს ვიდეოებში რომ უმეტესად თქვენ გიწევთ მის წინააღმდეგ თამაშები არ ეთამაშებოდნენ ხო ესე მოხდა ესე თამაშობდი ზონაში და ხშირად უწევ მაგრამ თელი საბჭოთა კავშირი დავზედი და ვერ დავიჭირეთ რა მარტო იცით არა მე თამაში კარგად მახსოვს პირდაპირ ტრანსლაცია უყურე და მახსოვს რომ იყო მთელი რიგი ეპიზოდები, როდესაც თქვენ მარტო ვიყავით უკან და რაღაც აი არეული მეტი პასუხისგებლობით. მაგ თამაში ერთ-ერთი მაღალი ნიშანი მე დამიწერა მაგ თამაში. ცვლილებიდან. მე მან მალაფე. და მე გამომიშვა. ხო, ნუ უნივერსიტეტში უბრალოდ ესე იგი ვერ აიტანა რომ ესე იგი სიმართლე რო ვთქვი რა. გასაგები. მე ის კაცი ვარ რომ არ მაინტერესებს რა თქმა უნდა დიდი დანაკლები დიდი იყო ჩემთვის რა ქვია ტკივილი იყო სოლო ჩემპიონატს მეორეც მქონდა შანსი რომ მეორე მეთამაშა სოლო ჩემპიონატი რა და მაგრამ მაინც სიმართლე ჯობდა რომ მეთქვა და ის თქვი რაც სათქმელი ხო მაგრამ ელკე არის მაგრამ გითხრათ რა მე რომ არ მჭირდებიან როგორ იყო არა როგორ იყო იცი როდესაც ესე იგი შეკრებაზე ჩავედით ხო ერთ-ერთმა ფედერაციის წარმომადგენელმა ამის თუ ეგეთი კითხვა რა ის რა დაავადება ქონდა
ელკელ არსენის წინააღმდეგობა. მე ვთქვი მე პერსონალად არ დაუვალებია ჩემს. უბრალოდ ზონაში თამაშობდი და უფრო ხშირად ხდებოდა ჩემთან ხდებოდა რა. ხო და იმ თამაშზე თუ კარგი ნიშანი იყო მე მივიღე ყველაზე კარგი. თქვენ შუაში იყავით მაგ თამაშში ხო? ცენტრალური დამცველი. მარჯვნივ თამაშობდი. ეგ თამაში მარჯვნივით. ესე იგი მინდა ახალგაზრდა თაობას უთხრა ვისაც ბატონი თენგიზის თამაში არ ახსოვს რომ ბატონი თენგიზი იყო უნივერსალური ფეხბურთელი რომელსაც შეეძლო თამაში მარჯვენა მცველად, ცენტრალურ მცველად და საყრდენ ნახევარმცველად იყო. საყრდენ და ნაკრებში იყო მარჯვენა. მარჯვენა და შუაშიც. და როდესაც ვიღაც მაგარი ფეხბურთელი იქნებოდა, სულ მეუნებოდა პერსონალად ამეყვანა. მარადონას წინააღმდეგ სამჯერ თამაშები. თუ 4-ჯერ. 4-ში მე-4 ვეტერანები. ხო, მე თბილისში. გითხარით რა მარადონას. ეს იყო უდიდესი ფეხბურთელი იყო რა. მარადონას სიმართლე გითხრა, მარადონას მე კი არა, თელი სოფლიო ვერ იჭერდა რა. მაგრამ მე შედარებით ცოტა ნორმალურად ვეთამაშე რა. იმიტომ მას ასადა გამოდივარ ნორმალურად ვთამაშე, ესე როდესაც მე 1-5-6 წელს ვთამაშე. ჯვრის ნაკრებში ესე იგი სულ კარგი თამაშია, თორე გამოგიშობდე. აქედან გამომდინარე რომ ამბობ, ეს მართალია, ამბობენ ან ელკაიერს, ან მარადონას დავეჯახეო და მე წავიკეცო. ეს ელკარ ლარსენი იყო, ჯერ ალმაღალი იყო, ნუ აი პეჭები ქონდა ეს კარტეროფივით იყო რა. ბიზონი ათლეტი იყო. ვერ აიყვანდი, ესეთი ვერ მიუდგებოდი რა. სასწავლო ფიზიკური მონაცემები მქონდა რა. და თქვენ გაჯობათ ასე ვთქვათ, ფიზიკური. ძალიან საინტერესო თემა, აი მარადონასთან უფრო როგორ ეთამაშებოდით, ჯენტილესავით თუ აი მაინც ქონდათ მორიდება, რომ მარადონა და არ დავამტვრიო რა. რა თქმა უნდა, მაგი იყო რა. იმიტომ ერჯერ რომ მე არ ტყამდა ფეხბურთელი, ესე იგი არაფერს არ გეუბნება, უკვე შეშეცვლება რა მეორდმეა. მე ეგეთი ფეხბურთელი იყო, მაგის გულისა ხალხი დადის აყურებლა და შენ თუ ფეხბურთელი ხარ, სპორტსმენი ხარ, უნდა ეცადო რა შეიძლება სტუპტად აართო ფეხბურთი რა. ეს მქონდა მე ამაში. ანუ რაღაც მორიდებული. მე არასოდეს მორიდებული არა, ღირსება ქვია მაგას. მე მაგალითად არასოდეს მაგის წინააღმდეგ არასოდეს არ ამიღია ყვითელი რა. იმიტომ რომ ისევე თამაშებოდი რა წესებში რაც იყო დაშვებული ისე უნდა თამაშებოდი რა. და მარადონას ვაფშე აყვანას შეუძლებელი იყო რა. იმიტომ ესეთი უდიდესი ფეხბურთელი იყო. იმას არა, აქ ფაფს ნათქვამი გოლი რო გაუტანა ბელგიას რა. გამოვიდა და რაზე ფიქრობდითო იმ დროსო და არაფერზეო გარდა ერთისაო რომ მაიკა როგორ გამომერთმია რომ მახსოვს ეს თამაში რომ დამთავრდა გამოეკიდა კაცო იქ ცენტრში. და უნდა მეფიქროს. პირველად ოდესაც დამავალე მარადონას ეს არგენტინაში იყო ბესკოვი და დილით ჩავდივართ საუზმეზე რა, საბჭოს ნაკრები. დიახ. მიძახი სალამ საუზმეზე შევალთ ბესკოვი ერთ წუთითო რა. მივედი და მე დღეს უნდა დაიჭირო მარადონა. და მეთქი საჭმელი მაინც გვეჭამათა. არა მეთქი 62 რუში რაღა მიამარჩია. ეს იყო. იმიტომ რომ თქვენ იყავით და მე ვიფიქრე რომ ამბობდნენ რომ ბესკოვს ქართველები არ უყვარს ხო და მეთქი ალბათ მეთქი ჩემი რიგი მოვიდა. ანუ ნაკრებიდან გააშვება აბა როდესაც მარადონას გეუბნება აიყვანეო. სულ არ დაიფიქრო. ბატონო, კიდე ვის გამოარჩევთ, ვის წინააღმდეგაც გითამაშია? საკუთარ ფეხბურთელებთან ძალიან ძნელი იყო, ბლოხინთან, ნაკალისიანთან, კავრილოთან, ძნელი იყო თამაში. ძალიან მაგარი ფეხბურთელები იყო. აი ბლოხინზე მინდა გკითხოთ ახლა. ლაბანოვსკი რაც კიევის დინამოს მწვრთნელი იყო, თქვათ ასე ორი თაობა გამოიცვალა, ერთი პირველი თაობა, როდესაც თასი აიღეს პირველად აი ბაიერნთან რო ჰქონდათ მერე სუპერთასი. და მერე ეს მეორე თაობა, რომელმაც კიდე აიღო მეორეჯერ თასი და ბლოხინი იყო ფეხბურთელი, რომელმაც ორივე თაობაში ითამაშა. ძალიან დიდი ფეხბურთელი. მე ვიტყვი რომ საბჭოთა კავშირში ჩემი ასე ვამბობ, ყველაზე მაგარი ფეხბურთელი იყო ბლოხინი. ეს ალბათ რაღაც განსაკუთრებული ფიზიკური ჯანმრთელობის სისტრაფე, ყველაფერი ქონდა რაც ესე ფეხბურთი ქონდა. ძალიან რთული იყო მაგის. ბავარიასთან რა გოლი გააქვს კაცს. ანა, ისი რისი თქმა მინდა შევეცდები უფრო ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი. ესე იგი, სათოდ ითვლება, რომ ლაბანოვსკი წურავდა, ხალხს ავარჯიშებდა და ლაბანოვსკისთან დიდი ხანი ლაბანოვსკის ხელმძღვანელობით დიდი ხანი წლობით ვერ იქნებოდა. გამოწურავდა ლიმონივით, გადააგდებდა და ამ კაცმა ორი თაობა ითამაშა. ძალიან ჯანმრთელი იყო. ძალიან ჯანმრთელი იყო. ხო, ეთქობა ძალიან და იყო ძალიან პროფესიონალი იყო ძალიან და გაუძლო აი საერთოდ ლაბანოვსკის კონდა რა თქმა უნდა ჩვენც გვიჭირდა რომ ჩავედით პირველად ვარჯიშები, მაგრამ ყველაფერზე სორცონი იყო და გააძლო რა. ფეხბურთს თამაშობს, ვის ყველაფერს უძლებს რა. ამიტომ სოფლიო ჩემპიონატზე და ევროჩემპიონატზე მით უმეტეს რა გადიხარ მოედანზე. იქ თუ შენ მაქსიმუმი არ ჩადე რა. ერთ გუნდს ვერ მოუგებ რა. ამიტომ იქ უკვე არის ვინ როგორ ესე იგი ჩადებს ესე იგი მოედანზე რა, დადებს რა.
მაქსიმუმ თუ დადებ ნებისმიერი გუნდის მოგება შეიძლება რა. დღეს ერლა მithumedes დღეს არ არიან, ესე იგი ერთი თავით და 10 თავით, მაღლა ერთმანეთს არ არის ეგეთი გუნდები.